დილამშვიდობის, ახალი ლოკაცია, ახალი სამზარეულო, იდეალურად დაბიძურებული ფანჯრები. გილოცავთ ვალენტინობას, აი რატომ არ ჩანვარ და აი რატომ ვერ ჩანვარ, იმიტომ რომ ჩემი ბიუჯეტი არის 0. შეგაჭირდა იქ სავარაუდოდ. ნუ ის ჩემი ჩაცოცხლი თანამშრომელი ესეთი საყვარელი ფანჯრაა. ასეთი მოტუთხმული კარი. და საყვარელად დაბინძურებული აბაზანა, ვირა კაი განათლება აქვს, ფილტვი და არ გავაკეთებ საქმეს. წავედი ხა მე და გასვლისასაც გაჩვენებთ. მიყვარხართ. ყველა ახალ გამომწერს 17 ადამიანი დაგვემატა. დიდ მადლობას გიხდით. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასე მომხნევებთ, გვერდში მიდგახართ. მე თქვენგან ვსწავლობ ადამიანობას, მე თქვენ მაბედნიერებთ, ყველა სიტყვა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უიმართლა გოგოებო, ტუჩი დავიმთავრე. ნახეთ, ქვედა ტუჩი გავზარდე და იმდენად მომწონს, რომ მინდა რომ სულ სარკეში ვიცქირო. ეს ჩემი მზისგან დამცავით გადაპრიალებული სახე, ჩემი ხათოს მზისგან დამცავით და კიდე რაღაცა ახლები დამიმატეს სახისთვის კიდევ მაჩუქეს. სახში რომ მივალთ, ჩაგაყენებთ საქმის კურსორში აბარე როგორ. ხო, ამჯერად ფლოსტებით არ ვარ, ეს ჩემი საყვარელი, უსაყვარლესი და უძვირესი კეტები გავიგდა, იმიტომ რომ არსად არ დავდივარ და სადმე ხომდი ჩავიცვა და გაწვდეს თან ნახმარი კეტი, ჩემთვის უფრო ლამაზია, ვიდრე უხმარი. წავედი ახლა მე მივხედო საქმეს. მიყვარხართ ძალიან. იქ გაქვთ პატარა დაზიანება. ვერაფრით ვერ მოხსენი, ყველაფერი ვახვეწა, ვერ მუდარა. შიგნიდან ყველაფერი იდეალურია, გარეთაც პრობლემა ქონდა ლენტს. ჩვენი რაღაცებია, ალაგია. ესეც მთავრდება. მიცოდეთ. ეს თქვენი კარის ჩარჩო. ეს კარი. დილამშვიდობის, ნახეთ. როგორ გაბურწგნული ვარ. როგორ ახართ? გრძე, მაწონი, მალაკო. მე არ ყიდულობ ცელოფნებს. დღე მე რამდენი არ ვიცი, რამდენი დღეა ვიღებ პატარ-პატარებს და მე ერთ დღეს ავაწყობ. არ ვიცი დღეს რამ გამაღვიძა 8 საათზე დავაყენე, მაღვიძარას ქვია ჩვენთან მომლაყინწა. ეს მამალი კაი იქნებოდა. 6 საათიდან დაიწყებდა ყივილს და სხვადასხვა ჩვენ ბოში ყავდათ ხოლმე, ხა აღარ არიან. მესმოდა ხოლმე. კრედიტი მაქვს დღეს გადასახდელი გამახსენდა. გამოვქანდი, როგორც თქვენ მოგწონთ ფლოსტებით. ფლოსტები არ არის ცუდი. ძალიან მაგარი. აი სახლის წირო ბევრი ფლოსტებია, ჩოსტები, ფლოსტები. ბევრი ბავშვი, ბევრი ტვინის ჭამა. მამა ჩემს ქონდა ხოლმე დევის. სახლი გარბუს ჭურჭელი დასარეცხია, საერცხმის საბინაობელი. მე დღესაც გავდივარ შეკვეთაზე, იმიტომ რომ ჩემს შულს ასე ჭირდება, იმიტომ რომ გადასახადებიც მოდის, იმიტომ რომ სესხები გვაქვს ყველას და იმიტომ უნდა იმუშაო ვირივით. ესე იგი გუშინ მოვედი 8 საათზე. წავედი მეორე ობიექტის სანახავად, დუნდლიანი, ჭურჭლიანი. ნიკოლოზოს ქონდა კვერცხი შემწვარი, დავდექი და მთელი ჩემი სამზარეულო გავხეხე.
ამ დაღლილზე. და რამ გამაღვიძა დღეს 6 საათზე. ეტავი მომიცოდეს. თვითონ დადის რეაბილიტაციაზე. ახერხებს რაღაცებს. დიდი ბიჭი უკვე. კარგია. მომსახურება დედა რო გემსახურება, მაგრამ აღარ გამოდის მორჩაკინო. ტუჩს დავიმთავრებ. და ეს 0.5 გრამა ქვედა ტუჩს ნახეთ. ქვედა ტუჩი მქონდა პატარა. ზედაში სილიკონია დარჩენილი, ალბათ ისევ იმას ვიზო ბავშვი ცოტა დილამშვიდობის. ალამის გოგო მეზობელი ერთ სახელი ვიცი არც გვარი. მახსოვს რომ სულაც იყო დიდი ხნის წინ და გადარჩა და ესე გენაცვალი შემოგეულა ვეფერებით ერთმანეთს. ერთი ქუჩით ქვემოთ ცხოვრობს, მე ხო ამეზობელი ვარ. წავედი ახლა მეორე მაღაზიაში შევიდე პაპიროსი ვეკიდა და გავაფიცავთ. ახალი ლოკაცია, ახალი სამზარეულო, ახალი დღე. დავიღალე. როსტავში ჩამოვედი. აქაც მე ვარ. შევუდგეთ ახლა საქმეს. ვაგროვებ ნიკას ყოველდღიურად ვუხდი 90 ლარს და პლუს ტაქსი. ხარ როგორ გამოდის. დამიყატა და კრედო. შევედი ტიბის ბანკში, არა მაქვს ფული. ასე არ ვიქტორჩენილი. იქაც დამიყატა და მორეკავთი ყველაზე ღირებულება ის იყო რომ ხო გავოცდი გამწარდი იმიტომ რომ ანუ ქვითარი არ დამხოდრია პარკირების პარკირება არ მაქვს ნაყიდი ქვითარი არ დამხოდრია პარკირების და არ ვიცი ანუ არ სადა არ მიჩენს ჯარიმა მიბმული მყავს ყველა
ბანკზე ყველაფერზე მაქვს მიბმული ეს ჯარიმები, რომ დავინახო, მომივიდეს ტელეფონის ნომერი შესაძლებელი მაქვს და მოკლედ რამე რომ არ გამომრჩეს. ხო და არ ვიცი, ხედვა არ მქონდა, თორე გადასახადებს ვეხდი ხოლმე წინსწრაფით. 180 ლარი, რომ ჰაერში გადააგდო თან იმ დროს, როცა ამდენ ფულს ვიხდი და 3 დღე გაწყვეტილმა ვიმუშავე იმისთვის, რომ მთელი კვირის ფული მომაგროვებინა. უბრალოდ ფეხზე ვეღარ ვდგავარ. ყველგან დამიყატაღეს, ხო და ეხლა მეთქი კაი ოკეი თქო რა. დღეს ხო ჩამერიცხება თქო ფული რაც ვიმუშავე თქო და ეგ მექნება თქო. იქაც დავმადე 4 ლარი მაქვს. არა, თიმის ისე ცოტა მეტი მაქვს. ანუ გადავრჩები. ხო და ხვალ უნდა ჩავიდე აღსრულებაში. უნდა დავეთანხმო, რაღაცა კოდებიც ჩამეყარეს, უნდა ვიკითხო ერთი რაუნდად ვისები არიან, ვის დაიკარგნენ და ყველას ასეც არ არიცით. ანუ არ მინერვიულია და ხა რატო გეტყვით? ადრე ეს რაღაცა მიჭირდა და ტექნოლოგიებმა გამპარვია ძალიან ადრე. ჯარიმები რა თქმა უნდა მე არ ვამოწმებ, იმიტომ რომ არ მომდის ხოლმე ჯარიმები რა, რამდენი ვამოწმებ, იმდენი არ მაქვს და ეხა კი იმის მერე ვამოწმებ ხოლმე და მოკლედ არ ვამოწმებდი ამ ჯარიმებს, არც ინტერნეტ ბანკზე არ მქონდა მებმული მანქანა და დავედო მასე ყავდაღა. ოღონდ მაშინ 4000 ლარზე იყო ასურენ დიდხანს გამეპარა ტექნოლოგიებმა დაახლოებით თვე. მე რა თქმა უნდა ის ჯარიმები ვერ ვნახე 4 თუ 5 თუ 6 იყო თუ 8 არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ 4000 ლარამდე გადავიხადე ნაწილ ნელა 2000 არ მახსოვს, მოკლედ კაი ძალი ხელფასი მივეცი ხო და მაშინაც ეს რაღაცა მიჭირდა, ძალიან ცუდი ემოციური ფონი მქონდა, ძალიან გაჭირვებაში ვიყავი რა. ring lights ნუ მიკრობს ეს წინა მანქანა უთხარი და გვერდიდან მოგვანათეს. ხო და ზოგადად დაკვირვებული ვარ ხოლმე რა, როცა რაღაცა მიჭერს და ეწუწუნები საკუთარ თავს. ღმერთი კიდე მაჩვენებს ხოლმე, რომ კიდე შეიძლება რომ შეგარხიოს და ხო რაღაც გამოგიხდეს გაჭირვებულ კაცს ქვა აღმარჩ მოეწევა სამბავია და ძალიან თავიდან გავოცდი და მე დავიკიდე ფეხებზე, იმიტომ რომ რა გავაკეთო აღსრულებას მე ფულს უკან ვერ წავართმევ. იმას მოტყდეს ხელები ვინც 2023-ში მე დამიწერა ერთ ხელი მოტყდეს, ორივე არა, რომელი ხელითაც დამიწერა და მე წავიყვანთ ნიკას ქირურგთან, ტრავმატოლოგთან. წავედი ახლა შტო მივედი დღეს კარგია. რამდენი დღეა ვიდეოს ვიღებ და ეხლა ვფიქრობდი რომ გოგოებს მოუყვები სახლიდან თქო ყავაზე თქო სანამ ვიბანავებ სანამ თქო და აშკარად ვერ მივალ სახლში, იმიტომ რომ უყურეთ რა ხდება იქამდეა. ყველა გარეთ არის. ცუდი პერიოდია. 7 საათია. ნიკა მარამშიაო მე არ ვიცი რა მაქვს ეჭმელი, გაგიბეში არ რაღაც გამზადება მომიწევს. შეარენ გავუწდებიან ახლა ეს დებილი ქალია დგას სოცობში და კიდე ასიგნალებს რა უნდა ვაშკარ დამეჭირა. დავასუფთავებთ აქ ჩაგისვავთ. გამოვედით, ახლა აქ უნდა ვიდგარ და ერთ სულმა გაბაძანას შევქანთებ. ხო და სამ ტელეფონი გაგვიშვებს ვირატრატოთ. ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ უნდა მოხდეს.
ადამიანებს ყველაფერი შეგვიძლია. როცა ოდნავ ვიტყვი ხოლმე რომ ვაიმე წელი მეტკინა, ვაიმე ხელი მეტკინა, ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე ემიგრანტებს, რომლებიც ანუ მე ჩემს ქვეყანაში ვარ, სახლში ვარ, არ მომინდება და არ მომეწონება დავკრავ ფეხს და სახლში მდიან. ვიხსენებ ხოლმე ემიგრანტებს, რომლებიც ყოველ დღე ამ გზას გადიან. ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ. მაგრამ იცი რა ვღადაობ? საკუთარ თავსაც რა ეჯერებენ ადამიანები და სხვებსაც რა არ შეუძლიათ.